მთლიანად კომპიუტერს აქვს. გრაფიკის საიდან სტრიმიც მიდის. დღეს ძირითადში არიან ისინი. ჯაბა კანკავა კიდევ ერთი ლეგენდა და აქ პირველივე წუთზე გავიდა გოლი და გაიტანა იგი დინამო თბილისმა. თუ არ იყო იქ რაიმე ტიპის თამაშის წესის დარღვევა, ან თამაშგარი მდგომარეობა, ან ჯარიმა შეტევაში როგორც ჩანს, არა გოლი ჩაითვლება და ნდური აღნიშნა. ნახოთ ეპიზოდის გამეორება კიდევ ერთხელ ჩაწოდება. იქ დონკორს არ დაურტყამს, დაარტყა რუი მონტეირუმ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა და პაპუნა ბერუაშვილს ფეხებს შორის გაუძრა ბურთი. იჭერდნენ კიდეც მონტეირუს, საერთოდ აბდულა იოროა ეს ფეხბურთელი და არა მონტეირო, იორო, რომელსაც ქაჩავდნენ მაისურზე და რომ ყოფილიყო, რომ არ გაეტანა გოლი, შეიძლება საერთოდ იქ პენალტიც განხილული მეოთხე ლიგა 3-ის ლიგა 4-ის თითქმის ყველა შეხვედრას ის ყოველთვის ადევნებს თვალს, ეძებს ნიჭიერ ფეხბურთელებს და ერთ-ერთი არის ბერუაშვილი, რომელიც ახლა ამ ბურთს იგერიებს ვაწაძის დარტყმის შემდეგ და იქნება კიდევ ერთი კუთხური, რომელშიც აი ამ მშობლიური დინამო თბილისიდან მოხვდა პაპუნა ბერუაშვილი. ამ პორტუგალიური გრანდის B გუნდში, სარეზერვო გუნდში ითამაშა. დაბრუნდა სამშობლოში, ოღონდ არა დინამოში, არამედ დანობა იყო თბილისური და ბათუმური გუნდი იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და აი ამ გუნდების გამწარება განსაკუთრებით უყვარდა ჟანის დარტყმა, გრძელდება შეტევა, ნაკანო და ლორია. აი პირველი ხიფათი, პირველი ეპიზოდი, რომელიც დინამოელებმა შექმნეს. გოლთა საჯარიმოში თამაშგარში ჟანი არ ყოფილა, შემდეგ უგრეხელიძე ბრძოლაში და მის ბრძოლას მოყვა ის, რომ ნაკანომ ბურთზე ვერ ითამაშა და გამოვიდა გიორგი ლორია. გიორგი ლორია, რომელიც 295 მატჩით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დინამო თბილისის ისტორიაში გახდა საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი რეკორდსმენი მოთამაშე. ამ ამბავს დავამატოთ ის ბავარიულ გრანდში, იქამდე ვნახოთ მომენტი, რომელსაც რუსთაველები ქმნიან, ნაკანო შეიძლება უკვე დარტყმა, პასი მარჯვნივ, გუჯაბიძე ჩაწოდება, დარტყმა კარის მიმართულებით და 1-1. იუტა ნაკანოს გოლი რუსთაველებმა წონასწორობა პრინციპში მალევე აღადგინეს. პირველ წუთზე გაიხსნა ანგარიში და 24-ზე უკვე 1-1 გვაქვს და რუსთავი ბურთი დაიბრუნა ინიციატივა და ეგრევე შექმნა მომენტი შექმნა, რომელიც აქცია გოლად და ჩაწოდების შემდეგ ნაკანოს თავურით რუსთავი ანგარიშს ათანაბრებს. იუტა ნაკანოზე მე უკვე ვისაუბრე, გითხარით რომ ის დიდი ხანია რუსთავში თამაშობს, ამ გუნდის წარმატებაში და ბოლო წლების განმავლობაში აი ესე დაბრუნებაში ლიგიდან ლიგაში, ჯერ ლიგა 3-დან ყავს თავისი კლუბი ქვეყნის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში. აბა ნინოა და კარგი მომენტი, რაპასი გაჭრა, მონტეირუ მოატყუა ბერუაშვილი, დარტყმა 2-1, 1-2, შვენიერი გოლი გამოვიდა და ეს გოლი რა თქმა უნდა მონტეირუს შესრულებას არ უკარგავ. რაკურსია, სივრცე ქონდა და წამის მეასედებში შეაფასა ვითარება, ეპიზოდი დაინახა, მონტეირუს გადაადგილება, გაუგო თანაგუნდელს და გაჭრა შვენიერი პასი, კიდევ ერთი საგოლე მოქმედება მისთვის ამ სეზონში და პორტუგალიელი ფეხბურთელის უკვე მესამე გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. მას დინამო ბათუმის და სპაერის კარში ჰქონდა გოლი გატანილი და ახლა უკვე გაუტანა რუსთავს. მონტეირუს გოლი, კარგი კომბინაცია გამოუვიდა დინამო თბილის და 22 წელია ველით, ეს ყველაზე მეტად გაგვიხარდება, რომ ერთ-ერთმა ქართულმა კლუბმა მაინც ითამაშოს ევროპული ტურნირის ძირითად ბადეში. აბა კენიო გაისწორა ბურთი, თავად დაარტყა 2-2, რა თამაშია! მეორედ აღადგინა რუსთავმა წონასწორობა და ეს ყველაფერი გააკეთა ბრაზილიელმა შვიდიანმა. განახდა პირველივე ეპიზოდში, პირველივე შეტევაში, სადაც გადავიდა დინამო რუსთავი უფრო სწორედ, მოახერხა ანგარიშის გათამაშება და კენიომ თავად დაიწყო, მოედნის ცენტრში მოიპოვა ბურთი, შეისწორა. ჯერ პირველი ეპიზოდი იყო, აი აქ ვფიქრობდი უნდა დაარტყას უკვე, მაგრამ არ დაარტყა. წაიღო ბურთი, სცადა უფრო მეტად სივრცის გათავისუფლება და როდესაც იპოვა ის დარტყმის წერტილი კუთხე, საიდანაც ჩათვალა რომ ყველაზე რეალური იყო გოლი დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. 4 გოლი 40 წუთიც კი არა. თემურქეცბაიას აი მეორე მისვლის პერიოდში. აბა ჯექსონ კენიო უთხურია, როგორც ჩანს დუბსასრულებდა და წიგავდა რუსთავი. ბაწაძე ეს ფერი გასაგებია, თქმა უნდა, კანკავასთან, რომელიც ოპერაცია გაიკეთა ხრის, უბრალოდ მართავს და დაუბრუნდა იქ ევროტურნირებზე მისი თამაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. აქ კი
რეალური საგოლე შანსი ჰქონდა რუსთავს და გიორგი ლორიამბურთი კარის ხაზზე დააფიქსირა. კიდევ ერთხელ ჩაწოდება ისევ იაკობიძე მას დიდ გუნდებთან გოლების გატანა და წლები ფულემი, ჩემპიონშიპი, პრემიერლიგა, პრესტონი, ბლეკპული და აქ რა მომენტი! როგორი გოლი გავიდა! 3-2 მათე ვაწაძე, მაკრატელა და წინ გადის დინამო თბილისი უკვე მესამედ. მაგრამ ვაწაძეს ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა. ნახევარ ბრუნში, ვარდნაში გასაგებია კარი ცარიელი იყო, მაგრამ მაინც ეფექტური გოლი. მეხუთე უკვე და რა კარგ თამაშს ვადევნებთ თვალს დღევანდელ შეხვედრაში. 3-2 მესამედ გავიდა დინამო წინ ასეთი ლამაზი გოლით. ვაწაძემ გაიტანა მეოთხე, ვაწაძე შევიდა ძალიან კარგ ფორმაში. მათე ვაწაძეს ნათამაშები ძალიან ცოტა ქონდა აქამდე. კიდევ ერთხელ ნაკანომ შვენიერი პასი გააკეთა და ნიკოლოზ ქუთათელაძე იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც აქ შეეძლო დინამოელთა კარის აღება. ისევ ის არის ბურთზე გადააგდო აუტზე და თამაში დამთავრდა, ბრძოლაში მოახერხა დინამო თბილისმა მეტოქის დამარცხება. 3-2 კარგი მატჩი ვნახე.